სოფი მოკლედ რომ გითხარით ბარი გაიხსამეთ კი იქ შეიძლება საღამოობით ვიმღერო ხოლმე ის შემხდა ლიფტში თავი? მე რა ისე მართლა თავდაჭერილი ყოფილა ხო იცი? გეუბნები და სხვანაირი ვიღაცა ახლა შემოგთავაზე ოე! ვერ გავიგე. ოე! რაოეს შუაგი! ამაგე. მოტერებ! ერთი აგეთ მომხედე რა. რა ბიჭო! ღვიძლი მტკივა რა, აი ღვიძლი აქ. მან რა უნდა ღვიძლს? ლაშა. ხო და აქ რო არ უნდა და აქ რომ აქ მაგიტომ მტკივა. შენ მომისმინე ისი რატო გტკივა ეგრე რატო ხარ? იმიტომ რომ არასწორი სტრატეგია ქონა შეჩეული, გაიგე? რო დადექი და რო იქერე ხელს უაზრო. ოტა მისხე რა გჭირს ბიჭო, ხა? გაიგე შენ ისი ბრალია? ბოლო მაგას თავი განები ამ სიმძიმე ხარ და ადექი და უნდა გექნა ის უნდა გაგორებულიყავი იატაკზე და 5 კაცს მაინც გასრესდი, აბა? უაზროდ რო იქერები მაგ ხელს. მეგე თავი საშინლად. ო შენ თავში მოგარტყეს გია? არა, გულში ხო აურიე, ლუდი და არაყი ერთმანეთში და მაგის ბრალი შენ მარტო ლუდი და არაყი არ აგივე ერთმანეთში. იქ ერთ მომენტში ჩხუბის დრო შეგეშალა და ლაშას უკნენ კეფა შეგლიჯე მუშტი შემთხვევით, აბა? შენ არა ხარ ნაცები ამდენს რო ჭიკჭიკებ, ა? რას როგორ არა ვარ ნაცები ვარ, აბა როგორ არა ვარ ნაცები. ეს არაფერი არ გეტყობა და. გია, ეგ იმიტომ რომ ექიმა მითხრა რომ ფარულის სისხლჩაქცევები გაქვს შენო და ესე არ ჩანსო ხდები და სხვათა შორის იმაზე უარესი ყოფილა ვიდრე თქვენ ჭირთ ახლა, აბა? სიმართლე გითხრა ჩხუბის დრო შენ ვერსაც ვერ შეგამჩნიე. გია, კარგი ახლა რა, ეგ იმიტომ რომ მე ისე სწრაფად მოძრაობდი რომ შეუიარაღებელი თვალი ცოტა ძნელი იყო ჩემი შემჩნევა ხდები რას ვიზაქი? აბა, რას ქვია არ შეგიმჩნევი ხარ რომ რო ავდექი ვერ დაინახე და რომ მივცხე ერთი ფეხი ერთს, ჰა? მე მეორეს რომ მეორე მივცხე. მე ეს ხელი მესამეს რომ მივცხე და ეს მეოთხეს რომ მივცხე. რას ქვია ვერ დამინახეთ, ჰა? ატა. აი, სულ სამნი იყვნენ. ხო. არა, ლაშა ეგ სამნი გასაგებია, მაგრამ აი რომელიც ყველაზე მძიმეთ იყო, ხო ხტები იმას მოხდა ორჯერ რა. ხტები რა. ხო, მე სხვათა შორის რო ჩხუბობდი, მაგრამ ხო ჩხუბობ და მე უსფათ უკნა ვინმე ხო არ გვეპარებეთ კი რო ავხტი ესე ჰაერში ხო გავჩერდი არა. მოვიხედე არავინ არ იყო დავეშვი ისე და გავაგზავნე ჩხუბი, აბა. აბა. ეს ამდენი ხანი ჰაერში იყავი? ლაშა, მე მსუბუქი ვარ, ლაშა, მსუბუქი. არა ხარ შენ ნორმალური, მსუბუქი კი არა, ნორმალური არა ხარ შენ. არა ისე გია. ჩვენ ხო კარგად გჟეჟეს. მაგრამ იმათაც კარგად მოხდათ ის. აბა რა გინდოდათ ისე რას ერჩოდით იმ ზორბატებს, ჰა? საწყაი თქვენს გამო სულ ხელის თითები ქონა დასიებული ადამიანს. რა გინდა ადამიანი იქნებს ხელებს, ხო რას უშვერ ამ სახეს გაიწიე იქით რა რას. ისე სიმართლე გითხრა მე. ბევრი არაფერი კი არ მახსოვს ისე კარგად. ერთი მახსოვს. დავიღრიალე ლაშას არ დაარტყათ, მე დამარტყით მეთქი. ხო. რა გითხეს მე გია? მე მახსოვს რომ ექიმი ამბობდა მე მგონი გადარჩებაო. არა, ისე გია აი მზორბა ტიპს ერთი კარგად კი მოვცხე რა. მაგრამ აი მან შევწდი რომ მოვცხე.
ვიდრე ჩვენ როგორ ავართ ეს ვიცით, მაგრამ ნეტა ისინი როგორ არიან, ა? ისინი თურმე ისე დღეში არიან, გია წარმოიდგინო, რომ საავტობუსში არ წაიყვანეს. საავტობუსში აღარ წაიყვან, აზრი არა აქვს და ეგრევე რესტორანში წავიდნენ საკეიფო. აბა ეგრევე. საავტობუსში რა დღეში არის, როგორ მეწოდებიან ეხლა ზიან და კეიფობენ. ლაშა, რამდენი იყვნენ ესე სულ? სულ გეტყვი ახლა. 3 იყვნენ თავიდან. მე 4 დაემატა, სულ 7 იყო, იმიტომ რომ ტანსაცმელზე 7 განსხვავებული ნაფეხური ვნახე. რაგაცინებს თავზე რვანაკერი იმადებს. ასე რომ ცოტა მეტი სერიოზულობა გმართებს რა. სერიოზულობა კი ბატონო, იყო სერიოზულობა. მოდი მაშინ ესე გავაკეთოთ. ეხლა ამ ჩხუბს რამე პოლიტიკური ელფერი ხო არ მივცეთ ჩვენ, ჰა? კარგი რა, პოლიტიკური ელფერია. მომისმინე კი ერთი წუთი. მოდი თქვათ, რომ ვითომ ეხლა ჩვენ პოლიტიკური ნიშნით თავს დაგვესხნენ. და სასტიკად გვცემეს, ფიზიკურად გაგვისწორდნენ, ხო ხტები? მე კომპენსაციის სახით მოვითხოვოთ, ან ფული მოვითხოვოთ, ან დაწინაურება მოვითხოვოთ, ან რა ვიცი, 1-3 კვირით ეგვიპტეში 3 კაცი, ჰა? რა ვიცი მე, ყველა ეგრე იქცევა და ჩვენ რო ეგრე ვქნათ, რა მოხდება? დიალოგ რაღაცებს ერთი პოლიტიკური ნიშნით არა იმ გადი ერთ დაუძახე ეგთანს დაუძახე. რა იყო, სულად ხო ახლა? დაუძახე ეგთანს. რა გჭირს რა? დაუძახე მეთქი გთხო. მივხვდი ხო, კარგი გაიყო, მივდივარ ხო. გია შენცაც ხო არ დაუძახო? დაუძახე, ხო, დაუძახე. კარგი, ერთი წუთი ეხლავე დაუძახე. ისა თქვენ მე-11 პალატაში ვინმე შემოვიდეს რა ლაშას ფისი უნდა. მოხვედით ეკლა. აიყო რა სახე ჩამოგტირის, შენ ხო არ გცემეს? არში ვიყავ. მერე? რა არა გიყვანეს? ამიყვანეს ელენე პირიქით. ელენე ისეთი ცუდი ბარია. კარგი ეკლა ხა ნუ დაიწყე შენებურად გაბუქება. არა, ისეთი ცუდი ბარია ვერც ვაბუქებ. ეკლა პირობები როგორია? რა ვიცი ელენე, მენეჯერმა მითხრა, შემოდგომამდე ბარს არავის დავანგრევინებ და მერე ვნახოთ. კარგი ეკლა არა უშავს, მთავარია რომ სიმღერაში ფულს გიხდიან. ხო გიხდიან. თავიდან არა, მაგრამ მენეჯერმა მითხრა, თუ შემოდგომამდე ვალებიდან ამოვა ბარი და თან თუ არ დაანგრევენ კი. ეკლა მაგიტარით უნდა იმღერო? ხო. ელექტროგიტარას დაუკარი, უფრო ეფექტური იქნება. არა ნიკა, ელექტროგიტარაზე ვერ დავუკრავი, ძალიან დაბალი ძაბვა და შეიძლება მთელ შენობას გაეთიშოს დენი. ეკლა და ტერიტორიულად სად არის? ყაზბეგზე. ვინმე საბურთალოზე რა გინდა ეკლა კარგი ადგილია. თიკა ყაზბეგის ქუჩაზე. კოჯრისკენ არის, კოჯრის გზაზე რომ მიყარი. ეკლა მაინდა-მაინც მაგბარში უნდა იმღერო? ხო ნიკა, აბა სად ვიმღერო? აი ჩვენს გვერდით რომ ქართველების საცხობია მანდ. ან მაგის გვერდით რომ თონია იქ. რა იყო? იცი რა კარგი რაჭველი ბიჭი მუშაობს იმ თონეში. კარგი ნიკა, კარგი რა. უი, ლაშა როგორ არის? დედამ თქვა 2 დღეში გამოწერინო, მაგრამ მე სკოლაში ვთქვი 2 კვირა უნდა იწვეს და ყველა თავზე უნდა ვადგეს თქო. 2 კვირას განახებ ნიკა მე შენ. ეკლა მოიხსენია გიტარა და დამეხმარე ჩალაგებაში. აუ ეკლა დედას არ მიყვარ და შენს თხოვე რა მეც რო წამომიყვანო საავადმყოფოში. ნიკა რა გინდა შენ იქ? დავცინებ ლაშაბიძიას. კარგი ელენე, წამოვიდეს, ცოდოა ბავშვი დასცინებს ლაშას. ხო კარგი ნიკა, წამოდი. ეკლა? ეს არაჟანი გაფუჭებულია? მგონი კი ელენე, მაგრამ არა უშავს, მაინც საავადმყოფოშია და ბარი მიხედავენ. ეკლა დედა არ მიყვება და შენ მაინც მომიყევი, როგორც ჩხუბი იყო. დაჯექი ნიკა. ისინი ასნი იყვნენ.
რბილებამდე შეიარაღებულები. ესენი სამნი იყვნენ. თეკლა იმათ მხარეს რო აბუქე, მაგრამ ჩვენი მხარეც გააბუქე და თქვი რომ 10 ლაშა, 4 პატა და 6 გია იყო. კარგი, მოკლედ ისინი სამნი იყვნენ, მერე ვიღაცები შეემატნენ, მერე პატამ და ლაშამ ჩხუბი წამოიწყეს, მერე გიად შეუერთდა და გია და ლაშა მაგრად სემეს. და პატა სად იყო? არ ვიცი, რატომ ეკითხები? რა ვიცი, მაგ ჩხუბით დროს მე დამირეკა და დიდხანს კიოდა. მე გავუწევი. მე დავინახე სცენის გვერდზე პატარა მუყაოს ხუთი რო იყო, იქ იყო ჩამძვრალი პატა, მაგრამ აი ამ ხელაკაცი იქ როგორ ჩაეტია ვერ ხვდები. ისე ერთს მეც მოვარტყი. ერთი ბიჭი იყო ილიას გავდა და გამარჯობა. გოგოებო, გამარჯობათ. მე მზად ვარ. წავიდეთ? ეს საჭმელებია. ნუ გეშინიათ? ამდენი? ნუ გეშინიათ. ერთი ამდენი უკვე გავაგზავნე. აი ჩვენს ჩავალაგებს და წავიდეთ. გია როგორ არის? არა უშავს, ნეკნი აქვს გაბზარული. და ადრიან გაზაფხულზე ნეკნის გაბზარვა რა საშინელებაცაა კი იცით? კი. ლაშა ყოფილა სტეიკივით. რა სტეიკივით? დაბეგვილია და დევს. ლიფტ გამოვიძახებ, გარეთ დაგელოდები. თეკლა გამომართვი ეს და ჩადე, მიდი მომეხმარე. კარგი. ელენე, რა არის ეს რა წყალწალა საჭმელებია? ლაშამ თქვა ისეთი დაჟეჟილი ვარ რომ ღეჭვის თავი არ მაქვსო და რამე ესეთი თხელი საჭმელი გამიკეთო. მიდი ჩადე. ნიკა მიდი შენ მოემზადე, თორე გვაგვიანდება. ფოტოაპარატს ავიღებ და ჩამოვა. ნიკა რა გინდა ფოტოაპარატი? დაურჯებულაშები და სურათები ხომ უნდა გადავუღო. ო, ნიკა, მართალი ხარ, გადავუღე და მერე მეც გადმომიწერე. აი. რაც არა მისას, თორემ მტკივარ ნეკნები. ლაშა სად არის? ლაშას თურმე თეატრის ოპერაცია უნდა გავუყიდო და სხვა პალატაში გადაიყვანეს. ას მეუბნები. აი საჭმელები მოგიტანე. ბაჟე სანდალი შემწვარი წევა. რა კარგია. მიდი რა გაშალე სუფრა ფშია. ხო კია, იმისთვის კი არ მოვიტანე რომ შენ ჭამო. იდოს აქ და სანახავად რომ მოვა ვინმე ხო უნდა იყოს რა. აბარა. პალატაში ბაჟე ხომ უნდა იყოს ეს როგორ იქნება? აი არ მოწევ ნუ მოწევ და ცოტა მაშინ ჩამისხი რა უთხარ ცოტა მოვიტანე და ბაჟე ჩამისხი რა ძალიან მაიმუნო ბავშვებიდან ხო არ იყვნენ რომელიმე კი ბექა იყო არა მე მეძინა აბა რა იცი რომ ბექა იყო Facebook-ზე ვნახე სტატუსი დაუდია ვიყავი მამასთან საავადმყოფოში წერტილი D ამაგიჟებს ეს ბავშვი თავის Facebook-ით აი ეს ციგნი მოგიტანე ამის კი ამის წაკითხვას როგორ მოასწრებ ხა მოეცგას მომაჩი ეს არის კი მისმენე ეხლა იმას ერთი ფეხი არა და ყანყალებს საკეთე კიდე შეუღუდე რა თუ გამაგიჟებ ნახე სახში რა ხდება ეს ხალხი აი მე არც არაფერი ძალიან დავიღალე საჭმელები გავაკეთე და გამოვიქეცი ისე რეზიკოსთვის არ მithქვავს შენი ამბავი ხო მართალი ხარ არ უთხრა თორე გაგიჟდება გამოვა და მე თვითონ დაველაპარაკები ისე არ გწვენია ამ ხელაკაცი იმ თითისტოლა ბიჭებში რომ შევარდი და რომ იჩხუბე არა არ გწვენია არა ხო არა იმისიც არ გწვენია ის თითისტოლა ბიჭებმა ისე რომ გწემეს რომ აქ მოხვდი არა არც მაგის არ გწვენია თუმცა მტკივა სამსახურიდან ხომ არ დაურეგიათ კი დარეგეს ხო არ შეგარწმენდი ახლა და ხო არ მეტყოდი იჩხუბა თქო მე ვთხარი ისე დათვრა დაეცრა ნეკნი გაიტეხა და საავადმყოფოშია თქო ოჩახ მაგარი რამე მოგიფიქრებია თავაწეული შევა სამსახურში რა თქმა უნდა ხა საავადმყოფო რა არაფერი ისე არ მტკივა მართლა ზედმეტი ხარჯია მეტი არაფერი უი გია მაგაზე არ ინერვიულო ლევანმა შენი მკურნალობის ხარჯები უკვე დაფარა ო
ლევანმა მიხდის ფულს? კარგი არ დაიწყო რა. ოხნეტა უფრო მაგრად ვეცა, მე და უფრო მეტი ხარჯი ექნებოდა. შორის დიანამ დარეკა გუშინ. მომიკითხა, მადლობა. არა, არ მოგიკითხა. მთელი ღამე ლაშაზე მელაპარაკებოდა. მე გამთენი ისას. მითხრა რომ ხვალ დავირეკაო და გიაზე ვილაპარაკოთო. ძალიან კარგი. ესე იგი ამაღამაც ქონიათ საქმე. გამარჯობათ. გამარჯობა. გაგიმარჯოს? არა, კარგად ვარ. არა, მადლობთ, რასაკვირველია დავლევ. დიდი მადლობა, კარგად ზონებოდეთ. ყველა შეკითხვაზე წინასწარ გაგესეთ პასუხი, ასე რომ არაფერი არ გვჭირდება, შეგიძლიათ დავთხოვოთ. მარინა? არ მითხრა რომ შენახარ. ვაიმე თაზო? როგორ ახარ? მოცვალ. კი, აიცი ეს ვინ არის? ის თაზო ადამია. ამასაც დამავიწყებს. შენი ძველი სიყვარული და შენი დიდებული ძმის ლევან ვარ ზმაკაცი. ხედავ როგორ ხსომები ვარ. აბა აქ რა მოგიყვანაგია? ესეთი არაფერია. ბავშვის კატა ავიდა ხეზე, იქიდან რომ ჩამოყავდა, ხო აი ჩამოყალისას ნეკნი მეგონი გავიტეხე ნეკნი. ეთყობა ძალიან დიდი თათები ქონია იმ კატას. ასე რომ დაჯეჟა. ბავშვი ეს ბოლო ვინც დარჩა, ესე დავაგდე და ვზიზგნიდი და ესე ზევიდან. ხო და ვიზა შენი რა მაგარი ბიძა ყავს შენ რო იცოდე. ეხლა ამ რო გაიგო, ხო ის ჩხუბიაო. რო გაიგო ჩხუბიაო და წამოხტა და 1 2 ნაბიჯი რო გადადგა. ხო ხტები, დაიღალა მე. დაიღალა და აი ესე დაჯდა და სულ დამჯდა სუთხეს კეფაში უკრდა რა ეს უყაფურდა რა. იცი რა მაგარი იყო. ფაქტიურად მე ვჩხუბობდი მარტო, აბა. ფაქტიურად მარტო მე ვიჩხუბე, არა მართლა გეუბნები. რა შენი ჩხუბე მარტო, რა შენი ჩხუბე, მე და გიერას ვაკეთებით ახო. ხო გითხარი ლაშა, თქვენ გირწყავდნენ მეთქი. კარგი ლაშაბიძე, ნუ ნერვიულობ, ქორწილამდე მოგირჩევა. ნუ შენ შეიძლება ვერ მოასწრო, მაგრამ ისე კიდე კაი დანა რო არ ქონდათ. აბა ბავშვი, მართლა დანა რო ქონდათ, ხა ამის რო დანა დაგეტყვი, ხო ჩაიჩუტებოდა ბავშვი. და გეყოფა. კარგი, შუმათ რა, კარგი. რატა მეთქი? კარგი. ნიკა სად არის ელენე? ექიმს ელაპარაკება. ეს რა არის? ეს ქუდია თავზე დაიფარე, აბა მით. კარგი რა იყო რა ხჭი. აბა რა შვები? ლაშა, რამე ხوار გატახებ. რამე არა, ვინმე? ატა. რა პაატა ელენე, ამ მაიმუნის შვილი ყავს, რა არის? ერთი წუთი ვერ გავაჩერეთ რა, რა ხჭის ვერ გავიგე. ლაშა ნერვიულობ ოპერაციაზე. რა ვიცი ელენე რა. რა ოპერაცია უნდა გაიკეთო ლაშაბიძე? თიაქრის. ხო ელენე, ეს მინდოდა კიდე, ეს მინდოდა. კარგი ლაშა, ნუ ნერვიულობ, მარტივი ოპერაცია. რა კიდე ისე ამას თელის ხორება თიაქარი არა, აქ მაინც შეხედე რა ხედა ისე. არა უსწრებს ასე გაიგეთებენ ოპერაციას, მუცესაც მოგაჭრია, თიაქარსაც და დარჩები ესეთი. რა მეთქი ნორმალური რომ მე არ გიჯერა თქვენ. ლაშაბიძე, ოპერაციას გაიკეთებენ, უნდა გაგჭრან მუცელზე. კი. რა მაგარი და შეიძლება უყურო. არა ნიკა, არ შეიძლება. და რო გაჭრიან მე რა სიზამე? რა სიზამე ბავშვი, ამოიყვანენ წითელ ქუდას. რა ვიცი. წითელ ქუდას მე ამოიყვანენ ბებიას და რა ვიცი კიდე რამდენი ვიღაცა ეყოლება შეჭმული ნახე რამდენი. აუდე გეხვეწები რა, მარტო წითელ ქუდაზე ვიქნები და მე ბებიაზე გამოვაკე. არა ნიკა, ახლა არა. აბა როდის? დიდი ბიჭი რო გაიზდები, უნივერსიტეტში რო ჩააბარებ, ექიმი რომ გამოხვალ, მე ნახე. უცრის გაჭრის ყურებისთვის აქვს უნდა ვისწავლო რა უბედურება. კარგი ბავშვი, შენ არ ინერვიულ. მომისმინე, შენ თუ გინდა მე გლანდები მაქვს გამოსაჭრელი და გაჩვენე. მოდი. შენ როგორ ახარ მარინა? რა ვიცი. რამდენი წელი გავიდა რა? რა ისე სულ შეცვლილ ხარ? ვაიმე თაზო რას ამბობ, დავბერდი. ხას ხომ არ გისვლით? თუ რამეა გაგორდები რამენაირად. ტკივილები გააქვს? არა კაცო რა ტკივილები.
მარინამ თქვა დაწეკი საავადმყოფოში თორე ახლა მე კარგი, დამამშვიდებელს მოგცემ მაინც ყოველ შემთხვევაში. მოკლედ დაისვენებ, დაიძინებ და ტკივილები მოგეხსნება. ერთი შეკითხვა მაქვს. აი აქ სხვა ტრავმატოლოგი არავინ არ არის? კი, როგორ არა. იცი ვინ არის? დათო ხელაძე. აი მარინას მოტაცებას რომ უპირებდა. რა ხდება ამ საავადმყოფოში ვერ გავიგე. აი ეს დამამშვიდებელი დალიეგია. მეწავალ პაციენტი მელოდება. მოკლედ ხშირად შემოგივლით ხოლმე. არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება. მადლობა. ხშირად შემოსვლა არ არის, საჭირო ნუ შეწუხდებით. ექიმო. კარგი აბა დროებით ლევანი მომიკითხე. აუცილებლად. კი ველაპარაკები ხოლმე, მაგრამ მაინც. მადლობა თაზო, მადლობა. დალიეს დამამშვიდებელი მოდი. იცოდი აქ რომ მუშაობდა? საიდან უნდა მცოდნოდა რომ აქ მუშაობდა? იცოდი რომ რესპუბლიკურში მუშაობდა, მე არამიანში, მე რაღაცა კერძო კლინიკაში იყო, მე ისევ რესპუბლიკურში გადავიდა და ეხლა აქ რომ მუშაობდა, საიდან უნდა მცოდნოდა გამარჯვე. დია. ხო არა ჯვიანო. ეჯვიანო ფარაის. თაზო. უფრო მაგრად უნდა მეცემა მაშინ. დალიეს დამამშვიდებელი, ხო ხედავ გჭირდება. რა შეხი დაგასა. ეს არის ხა რუსეთიდან გამოგზავნილი ფულით მკურნალობს ჩემი ცოლის ყოფილი შეყვარებული. რანაირი ქართველი ვარ ხლა მე. გადი ერთ გეხვეწები ექიმს დაუძახე რა. რაც ვაიმე, ცუდად ხო არ ხლაში? არა, პატა, ისე დაუძახე ექიმს. აზრი არა აქ ლაშა, მარინამ გიას საჭველი მოუტანა და ყველა ექიმი იქ არის შესული. ვაიმე, რა მაგარი რაღაც მოვიფიქრე ახლა. არი, რა ხდება? აქამდე როგორ ვერ მივხვდი? რა ხდება ლაშა, წარმოვიდგინე. აფთიაქარს გაჭრია თიაქარს. მერე? რამდენი ლექსი შეიძლება ამაზე რომ მოვიფიქრო ახლა შენ ხვდები ლაშა. მიდი ერთი გარეთ გადი და იქ მოიფიქრე. მართალი და ეგრეჯობია, სიცნარი. აუცილებლად ექიმს რა უთხრათ და გაჭრილ მუცელზე სურათი რო გადავიღოს და მე ის რომ ნახო შეიძლება? არა ნიკა, არ შეიძლება. ლაშა, აბა ერთი მოისმინე, აბა ისა რა ქვია, ზღვაში მიცურა სობოლი გემი, დაგაშლილი აქვს მას იალქანი. იალქანს ნეტარა ერითმება, აფთიაქარი თუ თიაქარი. ექიმი, ხო, კარგი, ექიმი, აბა ექიმი. და შრამზე რო ვეთამაშო ხოლმე ეგ შეიძლება? ხო, კარგი. რა შრამზე უნდა მეთამაშო? რა შრამზე უნდა მე ნორმალურები ხარ თქვენ საერთოდ? ნუ ამჭყლებთ და ნუ ამანერვიულებთ. ლაშა, ერთი ესეც ნახე, აბა. ქუჩაში მიდის მსუქანი ბიჭი, გამობერილი აქვს თიაქარი. ბიჭი კი არა, კაცი ყოფილა. კაცი კი არა, აფთიაქარი. არ არის მეთქი ეს ნორმალური მართლა არ არის. კარგი, ხო, მივდივარ, ექიმი, ხო, კარგი, ისე ამაზე ლექსი. მიდი რა ექიმს დაუძახე. ეხა მომისმე წავა ლექსი, კი არა, პოემა უნდა დავწერო ამაზე, ისეთი მაგალითები წავიდი. ესადი, ექიმი. მარინა. რა არის აქ? დიდი ხანი მეძინა? 2 საათი. დაისვენე? ხო. მეგონი უკეთ ვარ იცი? არა, უკეთ. გია. ბავშვი იყო მოსული. მე რა? რა ვიცი, არ შემოსულა პალატაში, ძალიან მეჩქარებაო და გავარდა. შენ და ის არ იყო მოსული? ვინ ის? თაგვი. კი. შემოიხედა ესე პალატაში? დაგინახა რომ გეძინა. ოიო, არ შეაწუხოთ, არ გააღვიძოთო და სხვა დროს მოვალო. მართლა? მაინც მოვიდა რა. რანაირი თაგვია? ისე მე ფსიქიატრმაც რო გაგსინჯოს არ გინდა? რა ფსიქიატრმა მარინა, კაი რა. როდის გადამივლის ეს ტკივილები რა. ეს შენი თაზროთო ვიღაცა ოხერი, ხო მაგარი ექიმია. მომარჩინოს, აბა.
გია? ხა. ეხლა ისეთ რამეს გეტყვი, რომ ეგ მაგნეტის ტკივილის ერთად დაგავიწყდება. მართლა? აბა მითხარი. თაზო, შემოდი. რა ხდება? გია თამას გია, მე და თაზომ ვილაპარაკეთ და მოკლედ პირდაპირ გეტყვი, გადავწყვიტეთ რომ ერთად ვიცხოვროთ. მე შენ და თაზო? არა, მარტო მე და თაზო. რა? მაპატიე გია არა, ასე გამოვიდა ჩვენ ვილაპარაკეთ. ძველი გრძნობები გაგვახსენდა. გაგვახსენდა შენ გაჩვენდი ერთი წუთი რა. მარინა, რა შლაპარაკო? 20 წელი ერთად ვიყავით, რა თაზობ, გადავრიგი. მე 20 წელი რო ერთად ვიყავით. ამდენი ხანი ვიცხოვრე შენთან, გივლიდი, გირეცხავდი, თავს გევლებოდი. ეხლა ამდენი ხნის განმავლობაში თაზოს ცოლი არ მოუყვანია. ეხლა თაზოსთან ვიცხოვრებ, ცოდოა. არა, მოიცადე ხა თქვენ მაგიჟებთ არა თუ რა ხდება გამოგა? არა, მართლა გეუბნები. და საერთოდ მე შენთან ფულის გულისთვის ვიყავი. რომელი ფულის გულისთვის? ფული არც მაქვს და არც ფული არასოდეს. ხოდა რო არ გაქვს, იმიტომ მივდივარ. მე კარგი სამსახური მაქვს საკმაოდ მაღალი ანაზღაურება კეთილები არაფერს არ მომაკლებ თაზო დაქტოვე მე და ჩემი მეუღლე მარტო თუ შეიძლება კარგი ბატონო რანაირი დამამშვიდებელი დამალევინეთ ვერ ბრაზდები თაზო დარჩი გია მე შენი ცოლი აღარა ვარ. საერთოდ ამიერიდან მე და თაზო სულ ერთად უნდა ვიყოთ ხოლმე. დარჩი თაზო. თაზო ხარ თუ ვიღაც რომელი ერთი გითხრა. ისე აზრი თქვი? კი აზრი არ აქვს ნერვიულობას, ვერაფერს ვეღარ შეცდო. არ მჯერა, არა. მარინა როგორ მიდიხარ სახლიდან? გამაგრე სახლიდან როგორ მიდიხარ? მე არა, შენ მიდიხარ. მე და თაზო ვრჩები. ეხლა სახლიდანაც მაგდებ? ივანო, სად მიშვებ თან მარტოს? რატომ მარტოს ბავშვები და თაგვი შენთან იქნებიან? ისიც მე და მარინა, აი ბავშვებს რანაირად აუხსნიან ყველაფერს. რა ვიცი, Facebook-ზე დავწერ სტატუსად. გია. სხვანაირად შეხედე ამ ყველაფერს. პლუსებიც აქვს. რა პლუსები აქვს ამ ყველაფერს მარინა, რას მეუბნები? აი დღეიდან ხორციან და ცხიმიან საჭმელს შეჭამ. მე აღარ დაგიშლი, ეხლა ამას უნდა მივხედო. უი მართლა, ნუნუც გავაფრთხილე, შემოგივლის ხოლმე და გაგართობს. კარგი მარინა, წავიდეთ ახლა ჩვენ. პაციენტს სიმშვიდე ჭირდება. მე ხშირად შემოგივლი. აი საღამოს ეგთან იმოვა, ნემს გაგიკეთებს დამამშვიდებელს. არი ნერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება, მალე მოგარჩენ. ეს გიჟია, თუ ვინ არის გამაგებინე? დაწყნარდი, გია. აბა შენიცი თავს მოუარე. რიზიკოს ნახო თუ მოგინდება შაბათ-კვირას აიყვან ხოლმე. კარგად. მარინა. აბა ხვალამდე გია. ვაიმე, საცოდაო გია. შენ აქ წევ ხარ, ვერ იძევი, შენი სული კიდე სხვას მიყვება. ვაიმე, რანაირი ქართველი გია რა. რანაირი ადამიანი ხარ საერთოდ. ვინ არის ახლა? რომელი ხარ? შენ შენი და მარინას ამბავი რომ გავიგე არ მინდოდა მარტო დამეტოვებინე რა საიდან გაიგე? აი რომ ლაპარაკობით აქვე ვიყავ მილებში მაინც არ მიმატოვე არა როგორ ერთგვარი ხარ შენ მაინც ჩავიხო თაგვი? თაგო სიზმარი, ეს ყველა
სიზმარი იყო. მარინა! სიზმარი ყოფილა! მარინა! გია? მე მგონი არა, მაგრამ პაატა მითხრა ისეთი ნაცემია შეიძლება ვერ იცნო. ესე თუ მოუხდებოდა ცემა არ მეგონა. აბა. აი თეკვა წამოწავდეთ სირცხვილი სხვისი პალატა წამო. ეს ელენე რა კენი იცი მარინას დაურეკე და ზუსტად კითხე რომელ პალატაში არიან. მე სირცხვილი არ გაიღვიძოს წამოდი. თეკვა. აუ რა სიმპათიური ბიჭია არა. აუ ხო, ნეტა რა ჭირს. ანკეტაში ვნახოთ. მოდი. აი ფეხის მოტეხილობა. თეკლა ეტყობა იჩხუბა. აუ რა სექსუალურია. აი თეკლა წამოწავდეთ მალე ლაშას ოპერაცია დაიწყებ. აი მე რო ვფიქრობ რომ ლაშა მიჩხუბა ისე მეშლება ნერვები ისე მეშლება რომელი საუკუნეა. აბა არა რომელი საუკუნეა მაგრამ. ხოთა რა უკულტურობა. კარგი რა. გამარჯობა. ექიმი ბზანდებით? კი. ექიმები ვართ. კი შემოვლაზე ვარ. ეს გიტარა რა თქინდათ? გიტარა? ისა მე აუდიოლოგი ვარ პროფესიით. ბგერებით მკურნალობ და ხო, ექსპერიმენტული მეთოდია. გასაგებია. თავს როგორ გრძნობთ? დღეს არ ამიშავს. აჰა, უნდა შეგამოწმოთ. აბა პირი გააღეთ და თქვით თქვენი სახელი. დავით ბაგრატიონი. აიმე, თეკლა საიდან მეცნობა? ჩემს ექიმს ველოდებოდი, აი, სურათის გადასაღებად უნდა წავიყვანე დღეს და ჩამეცინა. თქვენ ხომ არ იცით, მალე მოვა? იცით რა, არ ვიცი, მაგრამ პრობლემა არ არის, მე გადაგიღებთ. კი ბატონო. გაიღიმეთ? ერთიც რა, მეორეც. აუ თეკლა მესამეც. აჰა, ესეც ასე მადლობა. ჩვენ პაციენტებში გამიკითხვას ვატარებთ და თუ შეიძლება რამოდენიმე კითხვაზე რო გაგცეთ პასუხი. თქვენი მობილურის ნომერი. დიახ. მობილურის ნომერი. 577 14 56 97. დავით ბაგრატიონი. დიახ, იცით რა არის, დასაწყისისთვის ჩვენ მოტეხილობის სამკურნალოდ აუცილებელ რაღაცებს ჩავიწერთ, შევამოწმებთ და შემდეგ უკვე გადავალთ დეტალებზე. კარგი. დიახ. რა პროფესიის ბრძანდები? დიახ. მე მუსიკალური პროდიუსერი ვარ. რა, მართლა? და რატომ გაგიგვირდათ? არა, ის კი არ გამიკვირდა, უბრალოდ იცით მე სულ ახლახანს აღმოვაჩინე ჩემ თავში მუსიკალური ნიჭი და ვცდილობ რომ როგორმე კარგი მომღერალი გავხდე. ხო, ბარში მღერის. ხო, ჯერჯერობით. მე რა? თავიდან ჩემმა კრისტიმაც ბარებიდან დაიწყო თავის კარიერა. კრისტი ყიფშიძე. აგილერამ. რა, კრისტინა აგილერას იცნობთ? ხო, აი ბიონსემ გამაცნო ადრე. თქვენი სახელი გენცვალე? თეკლა და ელენე. თეკლა. თეკლა. მე შემიძლია თქვენ მეგა ვარსკვლავად გაქციოთ. ოღონდ იმედია, ხო გამწერენ აქედან. აუცილებლად მოდით ჩემთან სტუდიაში, ან დამირეკეთ. მე თქვენში უკვე ვარსკვლავს ხედავ. ვაი, აუცილებლად დაგიკავშირდებით. გელოდებით. დიახ, ძალიან სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა, ჩვენ უნდა წავიდეთ. დროებით კარგად. ისა უკაცრავად. ით კათედერი გამისწორეთ რა. კი, ახლა სანიტარს დავუძახე.
როგორ არის? როგორ ჩაიარა ოპერაცია? ოპერაციამ კარგად ჩაიარა. პაციენტის მდგომარეობაც კარგია არის უკვე, მალე გაიგრძელებს და შეძლებთ დაელაპარაკოთ. ოღონდ ერთი რამ უნდა იცოდეთ. რა, ხოცოცხალია ექიმო. უბრალოდ მინდა გითხრათ რომ ოპერაციის მსვლელობისას აღმოჩნდა რომ ყველაფერი ისე არ იყო როგორც ჩვენ თავიდან ვფიქრობდით. რა მოხდა? ნუ ბევრი რომ არ ვილაპარაკო ეს მოკლედ გეტყვით ჭიპი გავუქმეთ. რაკეთით? ონფალექტომია გავუკეთეთ, მოგვიხდა ონფალექტომის გაკეთება, ანუ ჭიპი გავუქმეთ, ჭიპი აღარ აქვს. ოდიში რა, ერთხელ კიდე გაიმეორეთ, რაკენით? ჭიპი გავუქმეთ პაციენტს. ამო უჭიპობიძია მყავს? დაგაცინებ რა. ვერ გაიგე ელენე რა თქვა ექიმა გეხვეწებით კიდე გაუმეორეთ რა. თქვენ ძმას ჭიპი გავუქმეთ. ოდიში, ექიმო, ეხა ეს ლაშა ხო არის ის? არა, რა თქმა უნდა, ჯერ არ იცის და ალბათ თქვენ მოგიწევთ ამის თქმა. ოღონდ ერთი სათხოვარი მაქვს თქვენთან. იცით, მეც ძალიან მეცინება და რო გავიცინო ხო არ გეც. ექიმო, ეს რა საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდე. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ელენე აქ ხარ? კი, ლაშა, აქ ვარ. რა ექიმა, რა თქვა, როგორ ჩაიარა ოპერაცია? ოპერაციამ ისე კარგად ჩაიარა. ხენც აქ ხარ? რა გაცინებთ? რა გვაცინებ, ბიჭო, რა გვაცინებ და მოცა პატა ესე პირდაპირ მიახლი ელენე მიხრას. რას მომახრით, რა ხდება ელენე? ლაშა, დაწნარდი, ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. უბრალოდ ოპერაციის მსვლელობის დროს ექიმები იძულებულები გახდნენ და ერთი ორგანო გაგიუქმეს. რა ორგანო გამიუქმა? დაწნარდი ლაშა, დაწნარდი შენ რაც იფიქრე, ეგ ორგანო არა. შენ აიცი პატა მე რა ვიფიქრე? ეხლა თუ ნორმალური ადამიანი ხარ, ეგ უნდა გეფიქრე. შენ რა იფიქრე მე? დამანებე თავი, ელენე მითხარი, ყველაფერი პირდაპირ მითხარი მირჩევნი ეს მაშინებს ეს რაღაცა გამოცანები. ლაშა. ელენე. ჭიპია. ასეთა ჭიპი აღარ მაქვს, აბა რა მაქვს? აბა რა მაქვს ჭიპი თუ აღარ მაქვს? ლაშა ბიძია, მინდორივით გახვდა. მითხარით რომ მე ხუმრებით კაცო რა ჭიპი აღარ მაქვს. რა მოცელი? აუ დავიღუპე რა. კარგი, ლაშა, დაწნარდი, ნუ ნერვიულობ. ოპერაციას, პლასტიკურ ოპერაციას გაიკეთებ და ახალი ჭიპიც გექნება. კი, თან ახლა მაგარი ჭიპის მოდელები გამოვიდა და მაშინიც. ჭიპი არა აქვს. ხო, ლაშა, ან დროები ხილი მიიმაგრე. ხო, არა, მე ძალიან მალე ცნობილი მომღერალი გავხდები და დაგეხმარები ფულს მოგცემ ოპერაციისთვის. ასე დღეში ვარ თეკლა და ესე უნდა ეხუბრო მეგობარს, ესე დღეში უნდა ჩამაგდო, ა? ლაშა, მე შენთან მეგობრობა უკვე აღარ მინდა. მე შენში ყოველთვის ჭიპს ვაფასებ. არ მინდა რა, ესეთი მუცელი არ მინდა, ჩემი ჭიპი მინდა. კარგი, დამშვიდი, ეხლა იცი რა ქენი, ერთი ყური მოიჭერი. ხო და ჭიპის ადმიზე გადაიტანე რა, ხო ხტები? და ზევითაც კარგად გაიგებ, ქვევითაც და თან ამ ხელა ფართი ხარ და ცოტა შეავსე რა რაღაცით რა, ხო ხტები, გადაიტანე და მოიტანე ესე რა. ელენე, გეხვეწები, შენ მაინც მითხარი რამე დამამშვიდებელი რა. ლაშა, დაგამშვიდო კი არა, უნდა გაგაფრთხილო ლაშა. მოკლე მაისურებით აღარიარო, თორე ორივე მხრიდან წელი გამოგიჩინა.
მართალია ლაშა ან თუ ძალიან მოკლე მაისურებით იმრიხოთ რაც შეიძლება ტრუსები მაღლა აიწიეს კერდამდე ხო ანუ იმაზე მაღლა ვიდრე გაგხოლმე რა ხო ხტები ხო პატარაო ან ლაშაბიძე მეკობრებს შეუკეთიათ ხოლმე თვალი რო აქვს დახვეული მაგით აიხვიე ღიდი მე გავარეთი ცოტი უნდა გავიდა ჩიპი არა მაგარი ეს ნორმალი კარგი ლაშა დაწყნარდი შენ ამათ ნუსმ კარგია უჭიპობა კარგი აი ლაშა ზაფხულში ჩახვალ ზღვაზე გაივლი პლაჟზე და ყველა შენთან ერთად გადაიღებ სურათს როგორც უჭიპოსთან ლაშა მე თან ფულს გააკეთებ ხო მართალია ლაშა კიდე იცი რა შეგიძლია შენ ხო აფთიაქს ხსნი ხო და დაარქვი ჭიპისი მოდი შემოდის ნელა მოკლედ აი ეს არის უჭიპოლაშა უჭიპოლაშა კაი გავამე ჩემთვის ადგომა არ შეიძლება ეს ვარ კაი ბეჟან მომისმინე გამოჯამშელებას გისურვებ ხო და ვასო თუ გამოვიდა კომიდან უთხარი შემოვიდეს ნახოს ეს შენ არ მიდიო შენ არ კაი კარგით რა ხალხო რა ასე დღეში ვარ და იმის მაგივრად რომ გამამხნევოთ მასხრად მიგდებთ რა კარგი ლაშა კარგია უჭიპობა კარგია აბარა რა ხეხლა რა კარგი რაღაც გაგახსენო ადრე გახსოვს ჭიფში მაისურის ბუწუწოები რო გიგროვდება და ხო და ეხლა აღარ დაგიგროვდება ისე თუ კიდენ დაგიგროვებ და მოგცემ ოხმე რა წადით ჩემი ცხოვრებიდან დაიკარგეთ საერთოდ კარგი დაშა დაწნადი მე მოვჩი მე აღარ დაგცინებ უკვე მოვჩი მე მაგრამ ისე მეგობრულად ერთ რაღაცას გეტყვი მაინც თუ შენთვის უჭიპობა აუტანელი გახდა ხო მე დამირეკე ხოლმე მოვა ჩემ ჭიფს გაჩვენებ და წავალ ამის ჭიპი გადააგდეს თუ ბანკაში უდევცად პატა რაში გაინტერესებს რაში მაინტერესებს და მივიმაგრებ მეორე ჭიპს მეორე მექნება ამას არც ერთი გამანებეთ მეთქი თავი წადით დამტოვეთ მარტო კარგი ლაშა ხმას აღარ ამოვიღებთ ხო გადით კარგი ხო ვერ გაიგე რა თქვა ადამიანმა ჭიპიანები გადუოთ უჭიპოები რჩებიან ამოდი ხა საქმე მაინც არ გქონდა კომიანი ლასო უნდა გაჩვენოთ ეს გოიზე სამოდი გაიწავედით არა ისე და ეკაცო ეს უჭიპობა არა თითქოს აი არაფერი არ შეცვლილა თანამავდროულად ყველაფერი შეიცვალა ჭიპი აღარა ფაკაც ჭიპი რა გამოდის ერთი დიდი ლოყა მაქვს რა ერთი კი არა 2 4 5 ლოყა გამო ლოყები მათ აქტიურად გამარჯობა ესე უკაცრავად პალატას შემეშალა თუ გაწერეთ უკვე დათო ბაგრატიონი ვინ? დავით ბაგრატიონი სიმპათიური ბიჭი ფეხის მოტეხილობით იქ რომ იწვა გიჟის სოსოზე ამბობთ? სოსო გავწერეთ დავაბრუნეთ ფსიქიატრიულში და ახლა იქ გააგრძელებს ფეხის მკურნალობას. არა, სოსო არ ვიცი, მე გესაუბრებით დავით ბაგრატიონზე, მუსიკალურ პროდიუსერზე. ამჯერად მუსიკალური პროდიუსერი იყო? ციფრში სოსო უკვე 5 წელია, რაც ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობს და ამას წინათ ეგონა რომ ფრენა შეეძლო და ფეხი მოიტეხა მეორე სართულიდან რომ გადმოხდა მაშინ. საერთოდ აი ესეთი რაღაცები მართება ხოლმე. ამ ბიჭს არა კარგი ბიჭია რა. ეხლა გავგიჟდები. თქვენც? მარინა. სად არის მარინა? მარინა, სად ხარ? აქ ორგია. ესე იგი არ წახვედი? სად? როგორ გამიხარდა? რატო გემართა გია? არაფერი, სისხლი დამასიზმა და
რა კარგი აქ რო ხარ. არ მინდოდა რომ ასე გაგეგო ყველაფერი. რა. მაპატიე კი. რა. მარინა. ია გაიღვიძე. აქ ვარ, გაიღვიძე. ვაიმე. მოიცა აქ ხარ შენ? ხო, აქ ვარ, აბასად ვიქნები. მოიცა შენ და ის თამაზი რა ვედა თამაზი? მოიცა ახლა მართლა გავიღვიძე? კია, მართლა გაიღვიძე, რა გჭირს? არა, უნდა გადავალოწო. მიჩმიდე. რა ვქნა? მიჩმიდე. ვაიმე, მეთქინა. ესე იგი მართლა გავიღვიძე რა? ო, მართლა გაიღვიძე, კია. მარინა. პირდაპირ მითხარი. ისევ მე გიყვარ ვარ? კია, რა გჭირს? მითხარი. ვაიმე, ისევ შენ მიყვარხარ, აბა, ვინ უნდა მიყვარდეს? მადი გაგვა. მინდა გითხრათ რომ ოპერაციის მსვლელობისას აღმოჩნდა რომ ყველაფერი ისე არ იყო როგორც ჩვენ თავიდან ვფიქრობდით. რა მოხდა? ნუ ბევრი რომ არ ვილაპარაკო ეს მოკლედ გეტყვით ჭიპი გავუქმეთ. ტრიში ერთხელ კიდე გაიმეორეთ რაკენით? გავუქმეთ. პაციენტს. დიანა ძალიან გთხოვ, ახლა ვიცი რა არის, არცალია კასტინგი მაქვს და და რა კასტინგია ლაშა? დამხმარე შეძებ. კია, როგორ ხარ? რა მიშას, რომ მткиვან ნეკნები. უკაცრავად მემაპატიეთ. კარგით რა ბატონო კახა რა. ერთი თვე აქ დავდივარ და წყალში ვცხოვრობ. სულ ასე მეუნებით მოგიგვარეთ მაგ პრობლემას. ეხლა წავალ და პირდაპირ მინისტრთან მივარ. ბატონო კახა, ერთი წუთი დგის, თუ შეიძლება არ წახვიდეთ რა. დატყორელო გურა, მომისმინე ერთი წუთი აბა. და უნდა გითხრა, აი შეხედე, საბურთალოზე არის მშვენიერი ბინა. შევარჩიე, ვიმუშავე თქვენთვის. აი შეხედეთ, როგორი ბინა აგირჩიეთ, რა? კარგი ბინა. აბა ჩვენ აქ საქმეს ვაკეთებ და მუშაობთ, ესე კი არ ვზივარ და კი არ იმაშობთ კაც. აქ სულ ფეხი და არ დავარდე. ხილად. გადააგდეს ფეხის საწმენდი, ამ დაჯერა გითხრა ადამიანი. ნელა, ქალბატონ მარინა, რა მართლა გადააგდე თქვენი ფეხის საწმენდი მე გიასთან დავჩები. ხო, შენთან დავჩები მთელი ღამე გია. ო, არ მეზარება რა. მთელი ღამე. ხო, არ მეზარება, შენთან დავჩები. მოდი. ატა. როგორი პატივი გვეცი, არ ვიცი რითი გადაგიხადე. ქალბატონ მარინა, ეს გაიხადე გია. რა უნდა გადამიხადოთ, როგორ გეკადრებათ? რა საჭიროა უბრალოდ მითხარით, მე საწვევი და ეგ არის. მარინა. ვაი. მოდი ხაბარემ, საჭმელიც გააკეთე და და შეჭარ და წავა. გია, ის რა ეგრა შუაში გია, უბრალოდ რამხელა დივანი გაქვთ ხლა, აი რამხელა დივანი, ადამიანი რო შემოვა, ნორმალურად კი ვერ გაივლის, რა წესია? აი წარმოგიდგინე, კარს გააღებ, შემოხვალ და ერთი ნაბიჯი და დივანზე უნდა დაწვეს, სხვა გზა არ გაქვს რა. მარინა, გესმის? აი თუ რატო მათრიავ? საავტომობილში მომიგე და ტაქსავზე რო ზურგით მათრია, ხედავ? დაგიდე კურთუგები რო გიჭირავს ხლეში და აი საკიდარ მე დაგიდე. არა იყოს გია, იქნებ მე ეს მთელი ღამე რა მაინც რა უნდა გავაკეთო და ექნება ეს ვიდეო. ბატონო. წნიან შეჭამ? წნიანი არ მინდა ის მაცივარში სოსისი გექნება და ის შეწვით ხო? უჩაფოდა. ამათვასე გავაკეთე და შეიძლება მაგის დატოვებაზეც ვიფიქრო. აი მე
ესე იგი დღესაც პოროხასთან რჩება ბექუნა. რა ვქნა რა მოსულიყო ევახშმა ჩვენთან ერთად რა გავაკეთო არასოდეს არ არის ეს ბავშვი სახში. ხალბატონო მარინა მე გიტყვით ერთ რაღაცას ეხა ისიც რა არის მე მესმის თქვენი რომ ბავშვის მაგივრობას ვერავინ ვერ გაგიწევთ მაგრამ დაარჩეს ეს ბექუნა იმ პოროხასთან იყოს დღეს რა მოხდა ეხა იყოს პოროხასთან და მე გაგიწევ თქვენ ბავშვის მაგივრობას აბა ხო და სულ მეუბნებიან პატა როდის უნდა გაიზარდო როდის უნდა დაჭკვიანდე როდემდე უნდა იყო ბავშვიო მაგრამ მე არ ვიზრდები ხალბატონო მარინა ხოდა ესე გაგიწევ ბავშვის მაგივრობასო თქვენისთანაც ზრუნვა დედებს დავეხმარო. ხო. პატა მოდი რა დამეხმარე რა დავждე მაგინასთან. მოდი ძალიან მткиვა. ნელა აი ამკრავს ხოლმე რა. აკრავს ხოლმე ხო ვიცი გია ეგ საშინელება. ხელია და ხო თხილად მოდი დაჯექი საშინელებაა გია სხვათა შორის მე ხო ოპერაცია გავიკეთე მუხლის. მუხლის ოპერაცია გავიკეთე და მუხში მე ნუ ისე გამოვიდა რომ ჩამისვეს პლატინა. ხო და მე რა ხდება იცი გია დამჭა ცუდად უშნო დამჭა ხო ხდები. აი ამ ადგილზე ცოტა ამოიბერა დროთა განმავლობაში და აქ ესე ვერ დაინახო ერთ წუთს გაჩვენებ. არა გია ესე ვერ დაინახო მართლა. ჯერ არა არ მიყვარს ამ აბურცული რაღაცეების ყურება. აი გია ანუ რჩები თქვენთან ხო გია ესე იგი გია გია რეებსაკეთე მეშინია დედას ვისაუბრე გია რჩები თქვენთან თუ გია რა იყო რა მოგივიდა კაცო მეთქინა ჩავიძინე ძლევს რა იყო უნდა გამაგვიძე მაგრამ რჩები თქვენთან მართლა გეტყვინა არა ვაშოთ გამივიდეს გია ისე ინერვიულო შენი ამბავი რეზიკომ რომ საჭმელს პირი არ დააგარა მე დაგეყარა ეს საჭმელი და შეჭამდა უი მართალი ხალტურმა ცოტა დიდი გალი არ გაქვთ მართალი ხარ პატა მეც ვიფიქრე მაგაზე რაღაცა ვერ ეტევა არა რეზიკო რა შუაში ჩემთვის ვიძახი ჩემთვის ცოტა დიდი გალი თუ გაქვთ მე ვიცხოვრებ და აი ბავშვად ხო დავჭებ თუ გინდა თუთიყუშად დავჭები და ვიცხოვრებ აქ ხო თან მაგრად ვაკეთებ მე თუთიყუშის იმას რა ქვია პაროდიას გაჩვენოთ აბა ხო აი უყურეთ ეგ არის კათმის პაროდია ეხლა შენ თუთიყუში არ არის გია ეს არის თუთიყუში რომელიც აკეთებს კათმის პაროდიას ხო და გეგოთა მაიმუნობა ანუ რჩები აი ამ დივანზე გაგიშლი და აქ დაიწია ანუ რჩები კი იესო რჩები ხალბატონო მარინა რჩები ხალბატონო მარინა მაიმე ესე იგი მივიღეთ ბავშვად ხო კი მიგიღეთ უნდა გადაგეხვიო დედა მოდი დიდი მადლობა ნეკნა გატეხილო მამა დიდი მადლობა აი რეზიკოსაც როგორ გავუხარდათ ხო ხედავთ რა ბედნიერი სხვათა შორის ესეთი მყავს სამსახურში მეც რა ისიც ესე ბევრს იმაშება არა მე ჩემი უფროსი გულისხმე ესეთი პატარა არ ესეთი უი მართლა სამსახურში მიდიხარ ხო არა დაურეკე და უთხარი ასეთ სიტუაციაა მეგობარს ჭიპი გაუუქმეს მეთქი ხო და დილით აუცილებლად უნდა შევიდე და კარგად დავცვენო მეთქი რა ხო იმებას მითხოს რომ რადგან ახლა ეგეთი ამბავიო როგორ მოხვალ და ხო კიდე ესე იგი ღამე საბანი არ გადაიხადო გასაკეთებელია ის ფანჯარა უბერავს და გაცივდები ჩუსტები აქ დაგილაგე ღამე თუ დაგჭირდება საპერფერო შუში გასვლა ფეხშიშველი არ გახვიდე იცოდე თორე ფეხი გაგიცივდება ეს ფარდა გადაგიწიებ თვარიშუქი არ შეგაწუხებს კიდე რა მინდო და მე ხალბატონო მარინა გაჩუნდი თორე დედას პიცა ვარ თუ წავი თუ დავრჩე ეხა და თუ არ წავიდე სახში ძიმდებს უნდა რა ძლივს ვიძინებდი და გამიტეხა ძილი რა როგორ დავიძინო რატო გამიტეხა რა უნდა და ეხა ესეც გამიტეხავს რატო მიტეხავთ რა გინდა ვერ გავიგე რა გინდათ გია რა საკეთებ გია არ იცი შენ არ ვიცი რა აი ეს ნაჭერი თუ არ გადააფორე ამას ხამხამობით თვალდახუჭული თვარეულივით რა ეს ნერვიულად აკეთიკით იწყებს სიარულს კაი თან იძახის გამომიშვი თორემ დაკორტანითო მერე იწყებს გალის ღრნას
ხოდა ერთხელ გაღრმნა გალია ვეცი მეცა და მაგრიჯა მთელი ხორცები მყავებზე მე მარინა მოვიდა ეს გადააფარა და ძლივს დააწყნარა გირა განახო ნაიარები გია წადი ეხლა არ მომეკართურე ვიკინებ ისე წადი ეხლა ვიკინებ განახო წადი დაგ. ამაშენებს არეზიგო. ბადარ მოიწყინო. მარინა, ჩვენ თუ დიღოს აბა ვიცი? აუ რა გინდა თხასო რატომ ტოვებთ მარტო ხეცთან რა? ვაი, აღარ შემიძლია. კარგი ხო გვეყოფა. დაუჭიპო. არგით რა, აღარ მოგბეზრდათ, 2 დღეა გადაბმულად იცინით ამ ჩემს ჭიბზე. ხო, კაი, მართლა გვეყოფა, დავისვენოთ. ხო. კარგით რა, ნუ გადაწინით ჩემ დათუჩას. მადლობა დიახ. არა, ისე უჭიპო დათვი ძალიან სასაცილოა. კარგი რა დიანა რა, ესენი კიდე ხოდა შენც, შენც. ალო. როგორ ახარ ზაზა? არა, ავიცი, კარგად. არა, ნუ ოპერაცია, არა ძლივს გადამარჩინეს რა. რა გაცინებს, კაცო? რა გაცინებს გამაგო? კარგი რა ზაზა, კარგი. ხა უჭიპოს განახებ თუ მოვედი ხა. აღარ შემიძლია რა. არა, უყურებ ამ მუცელს და რაღაცა სხვა ორგანო არ, სხვა ნაწილი არის ადამიანის და ვერ ხვდები უყურთ რა ნაწილი ამას. მაშა, ჭიპის სურათი გააქვს? რა გინდა? არა, დავკიდოთ და სანთელი დავუნდო. მაშა, ჭიპი 40 დღე აქ იტრიალებს. გავიგე რომ ჭიპი ამოაჭრეს, თავიდან გავგიჟდი. მე 2 საათი ვიცინე. მე დავწყდარდი და მე თავიდან გავგიჟდი. ნიკადე თუ იმეცადი და მოწიჭამე. არა დე ვერ მეცაინო, ვიცი რა არის? სწავლას რო ვიწყებ, სულ ლაშავიზეს მუცელი მახსენდება და მეცინება. ხო, კარგი ნიკადედიკო, საპატიო მიზეზი გაქვს, მოდი. ისე და ჩემი კლასელები დღეს სკოლის მერე ექსკურსიაზე მიდიან. მე შენ არ მიდიხარ? არა, აქ მოდიან ლაშავიზეს მუცელი და გაჩუნდით ხო ხედა მირეკარა, ცოტა ჩუმად ეხლა მირეკარა, ხო? ალო, ხო თენგის. რა ვიცი ბიჭო, არა ახლა დავდივარ უკვე გადამიარა და აღარ მტკივა ესეცა. რა გაცინებს, კაცო, რა გაცინებს? კარგი რა. აღარ შემიძლია რა. ლაშა. თუ გინდა აღარ დაგცინებ. ელენე გაუმასკეს და სტომარს უხერხული. მარინა, ჩაი არ მინდა და წონი გამომიღე და მასწრებიდან ცივი. ой, გია, იცი რა არის? ეს წვენი არის თბილი. იმიტომ რომ მაცივარი გაფუჭდა. აღარ ყინავს საერთოდ. თბილია, ხო? გაფუჭდა ესე მაცივარი. რამეშვილი, ეხლა თელ საჭმელს ჯიბეებში ჩამოდაგებ და გამატანს ხოლმე სახში არ გაფუჭდეს. აი, დაწნევდი მე გეტყვი რაც მაგრამ. მე ხელოსანთან უნდა დარეკო. მე ვიცი ერთი მაგარი ხელოსნის ნომერი. დაურეკავ და ეტყვი. გამარჯობა ბატონო ხელოსანო, მაცივარი გამიფუჭდა. ხო და საჭმელი რო არ გამიფუჭდესო, ხო? არ მინდა რომ გამიფუჭდესო, იქნებ მოვზანდესო. მე მოვა ეს. მოვა ერთი უჭიპო ტიპი, უჭიპო. შეჭამს თელ მაცივარს და წავა. ხო ხტები? უჭიპო ტიპი გამოძახებით, აი ესეთი. ხო მაგარია, უჭიპო. კარგი, მადლობა. ნუ იყო.
გავიგე მაცივარი გაგიფუჭდა და თუ რამე გაქვს შესანახი ჩემთან შევინახოთო. ნუ საიდან გაიგო ახლა ეს? მე რა ვიცი. გია იცი რა ეს მაცივარი აღარ გაკეთდება და ახალი ვიყიდოთ რა. ახლა ფული არა მაგ და ვერა. თან გუშინ მეკონა ფული გავამართვა. დასაცმის ხედვა მინდა ხო და იმდენი ფულით მარტო ერთი კამარი იყიდა. ის კამარი არ იყო, კაშნია იყო. მოიცა გასულ ტყავის კამარი კაშნია? ესე რა ყურადღება მიექციათ, არ დაიხჭოს ბავშვი მაინც. იცი რა? შენ თუ არ მეყიდი? ლევანს დაურეკავ. ის გამომიგზავნის. მიდივარ გია. ლევანს დაურეკავ, მაგრამ ეს უთხარი რომ ტუალეტის ხალხი გვითოვდება და ეგეც გამომიგზავნის. გამომიგზავნის. და ბატონო. აი უფრო სტოლი რომელი იქნება? ლევანმა გამომაგზავნა თუ ლევან მამა გამომაგზავნა? ლევანით. ლევანით გამომაგზავნა, ლევანით. ოკეი. ეს არის სწორი. წავედით ჩვენ. წავედით, აბა. მოიტანეთ კატლეტები წაიღეთ და შესვენებაზე მიერთვით. უი, კაბოტონ მარინა, არ ვიცოდი თუ გამანტანდი და ორი ცალი ჩავდი უკვე. არა უშავს ესეც ჩადა. ხო, კარგი. ბატონო. აი ესე ჩადრა მე არ მინდა. როგორ აბარაკი. მარინა. არ გაკოცებ. ლევანს დაურეკავ, მაცივარს გამომიგზავნის და იმას ვაკოცებ. ლევანს. ლევანმა. ლევანს. წავედი. ლევანით. უი, ბატა, მობილური გჭება. ვიცი ხო. და წაიღე. არა, ეს სპეციალურად დავტოვე საღამოს მოსვლის მიზეზი რომ ქონდა. და წაიღე. აი, მადლობა ქალბატონო. კაი, ნახოთ. ნახოთ. წაიღე, ბატა. აქ დამივარდა ეთყობა. კაი, წაიღე. ბატონო. მოდი. სანამ ვიწავალ. ხო. ლაშასთან შევიდე და დავცი. აბარა. ლაშა, ჩემპიონები მოვდივარ თუ კაცი ხარ გააღიყარი და ხუდია ფრენს. გააღე, ბატა. ელენე, დღეს საღამოს ბარში ხო გამოვყვები? რომელ ბარში? რომელში და კარფანჯრები რო არა აქ იმ ბარში. აი ხა გაიცი, რატო არ იცი? ელენე, იცი რა არის, 3 დღეა ვუკრავ და არავინ არ შემოდის და შენ მაინც წამოდი, გეხვეწები რა. ეთქობა თეკლა, ფეის კონტროლია და აღარავის აღარ უშვებენ ბარში. რა ჭიფშენ? ფეის კონტროლი არ ვიცი და ჭიპ კონტროლი მართლა. არა, უნდა აიღო ახლა ეს პილოტა გადასხოთ, მაგრამ რო გადასხო ეთკინება და რო ეთკინება მე რო ცოდუ არ არის და ვერაფერში ვერ გამოიყენებო. უკაცრავად. მე ალო, ხო სალომე? არა, სახში არ ვარ. ლაშასთან ვარ. ხო, იმ ლაშასთან ჭიპი რომ ამოკვეთე. თეკლა ისე ფრთხილად იყავ მაშინდელივით მიკროფონის შნურს ფეხი არ წამოკრა და არ წაიქცა. არა აქვს მიკროფონს შნური. მართლა? ის არის რადიო მიკროფონებია? არა, რადიო მიკროფონები ელენე, ისეთი საშნელი ბარია, ყავას ხის ჭიგებით სვამე. საერთოდ არ არის მიკროფონები. კარგი თეკლა წამოვალ, რა ჩავიცვა? რაც გინდა ის ჩაიცვა, ელენე მთავარია, თბილად ჩაიცვა უბერავსი. თეკლა. ისე შეეში მაქსიმიანეს, ხო ხედავ უნიჭო ხარ. ის უჭიპო ნახე. ხო ერეკლე. რა ვიცი აბა, არ სახში ვარ. კი გამომწერეს უკვე. რა გაცინებს კაცო? რა გაცინებს გამაგე? აი, რა ხალხო რა ნერვებს მიყიდ უკვე აღარ შემიძლია რა. არა, აღარ შემიძლია რა. ნეტა როდის დამთავრდება ამაზე ხუმრობა? ნეტა როდის დამთავრდება რა? ბიჭო, იქი არა. ლაშა ბაბუას ჭიპი რო არ კონდა გახსო. კარგი თეკლა, წავალ მე ზევით ავალ გამოვიცვლი.
დიანა, მეზევით ავალ. არ მოიწყინო, მალე ჩამოვალ. რა მოგივიდა ჩემო ფუფულა რა მოხდა ეთქობა კბილმა კბილი გამიღიზიანა და ლაშა თბილი დაიდე რამე გიშველის ლაშა მე თბილი ტუჩები მაგ გინდა დაგადე მაგაცი სტომატოლოგი იმას დაურეკა ის მიშველის საწავიღე ტელეფონი ისა მოიცა ლაშა მე მოვწებნი ზარს გამოგიშვებ და უფრო იპოვი აი ნახე უჭიპოვე არ მინდა ვიპოვე ლაშავიძე რო ამოიღო კბილი რატო უნდა ამოიღო კბილი რო ამოიღო მე რო გავიცნებ არაესთეტიური იქნება დიდი ამბავი ლაშა ჭიპი ამოიღე და კბილი რო ამოიღო ხო ლაშა უკიჭო და უჭიპო დათუნია მეყოლები ალო ხო ზურა ლაშა ვარ ხო რაღაცა კბილზე პრობლემა მაქვს და რომ მოვიდე გნახო ხო კი არა ის ოპერაცია კი კარგად ჩაიარა ხო რაღაცინებს კაცო რაღაცინებს ხო მოვალ და განახეთ კარგი ხო კარგი ზურა კარგი დამანებე თავი რა კაცო მე ამდენი ხანი ვიძრე საავადმყოფოში 27 ივლისია უკვე არა გია მოხევის და სხვა ფურცლებით გამომყვა შენ რატო გამოპრანჭი ხარ მიდი ხარ სადმე იცი რა ჩემი ხალათი ვერ ვიპოვე ვერსა და ხო არ დაგინახავს შენ ხალათს როგორ დავინახავდი საკუთარ ხალათს ვერ ხედავ ხოლმე და საკუთარი არ გაქვს და როგორ დაინახავს როგორ ისა უკაცრავად ცოტა შემაგვიანდა ეხლა რა საკეში ვიყურებო და შევყევი ხო ხდები რა და რატო შევყევი და რატო დამაგვიანდა ისე უყურებ ეხლა ჩემ თავს უყურებ და მართლა რა ლამაზიო აი თურმე სატყობილა ჩემი ხალათი ეს შენია ქალბატონო მარინა ხო მე გიასი მეგონა რა ვიცი გიას არ უყურს ესეთი რაღაცეები რა ვიცი მე ხო აბა მე მიყვარს ჭრელი ხალათები და ზურგზე ამოღებული მაისურები ცოტა კი გამართყუდა რა ვიცი იყოს აბა რეზიკო მოვიდა შენი ოთახის დამლაგებელი აბა მოემზადე ბადა ხედავ? ხო. როგორი პატარა კვერცხები დაუდია ჩვენ თუ ტიპოს? მართლა რა პატარა კვერცხები? შეხედე შენ. ბაჩვინი აბა ერთი. გოგია კარგი რა მართლა კვერცხები მეგონა რა. სიცხელი ეს არის ჩვენ რომ სახზე ვარ და ის კიდე ქუჩაში გავაგდეთ. აი ეგ არის სიცხელი. კარგი მოდით ისაუზმეთ. ბლინჩიკებს შეჭამბადა. აუ კი ხორციანი ბლინჩიკები მაგარია ქალბატონო მარინა. ხელებს დაებადება პატა შენ დაიწყე რო ხელებს და. ხორციანი არ არის, ხაჭათი გავაკეთე. ხაჭოთი? კი. აი ბინას რო ყიდულობდით, ფული დაგეკლო და ხორციას გაგიკეთე. იხურე პატა. მიერში. ქალბატონო მარინა 2-ს გადავიღებ, ხო? კი ბატონო. 2-ს არა, 3-ს გადავიღებ. მოდი 4-ს გადავიღებ. ხო და მე დავიმატებ 2-ს კიდე. არა, 3-ს დავიმატებ. მოდი 4-ს დავიმატებ მე. ჰა? პატა, რამდენი ზინდა იმდენი მიირთვი. ხო, მეც მაგას გულისხმოდი ხომ. აბა, პატა მოყევი როგორ გეძინა? რა ვიცი გია, ჯერ თავიდან ესე მეძინა. მერე გადავტრიალდი. მერე ზურგზეც ნემოსკენი სამოსტიქი იმიტომ არა. აბა, ძირში წუწუნებდი და იმედო გაგითხები. აუ, წუწუ. ვაიმე მართლა ხალხო რა დამემართა საშინელი სიზმარი უნდა როგორ ვიტანჯებოდი იცი მთელი ღამე რა დამესიზრა ეხლა ვითომ ლაშამ გადამყლაპა და დავდივარ ამ უცელში დავდივარ ვეძებ ჭიმს ვეძებ რომ გამოუძვრე სად არის ჭიმი არ არის ხამე არის მე გეცინებოთ მაგრამ იცი რა დღეში ვიყავ ესე დავზრობია ხო მიწვალია რომ ისე გია შენს უყარებია ხრინვა ხო იცი სხვათა შორის ხო იცი რა მაგარა ხრინავდი გინა გაჩვენო როგორ ხრინავდი ეს ხო იცი ეს თვალები ქონა დახუჭული და მე რა ვუსა
ის ვენებდი რა. გამარჯობა, თქვენ ალბათ ფლაშ აბრძანდებით, არა? დიახ. თქვენმა მეგობარმა ზურა ექიმმა გამოგზავნა თქვენთან. თვითონ არ ძალია სასწრაფო საოპერაციო პაციენტი მოუყვანეს და მე უნდა გიმკურნალოთ. ბოდიში მოუხადეო დამაბარა. კი ბატონო, არ არის პრობლემა. არ არის. დიახ. დავიწყოთ, ხო ალბათ? დიახ. კარგად. პაციენტ პაციენტს გამზე. თუ ნერვებს ვაწყნარებთ, ვეკითხებით ჩივლების შესახებ. დავძანდით. თუ ზიხარს. მაშინ პირი გავაღო ალბათ. დიახ. მე მგონია ეს ასე უფრო მოსახერხებელი იქნება. დიახ. ეს კბილი გტკივათ? არა, ეგ არა. გამოხრული რომელიც არის აი ეს. დიახ. ესე გტკივათ? კი. ესე? კი. ესე? კი. რაც უფრო მაგრა დამაჭერთ, უფრო მეტკინება. დიახ. ეს თქვენ ასისტენტი არ გჭირდებათ? არა, მე თვითონ ვარ ასისტენტი. და ისა ზურა ვერ მოვა, ხო? ვერა, ოპერაციაზეა. ძალიან წუხარ რომ მიიწევს თქვენი დახმარება. იცით, მე სტომატოლოგი ვარ და თუ რამეში დაგჭირდეთ დახმარება, მითხარით და მოგეხმარებით, ხო? მართლა? კი. რა კარგია. მე ჯერ ახალი ვარ და რას ლაპარაკობ? დიახ. მეშლება და აი ეს დარიშხანი თქვენ გქონდეთ მაინც. აჰა. ესე უკაცრავად, ესენი თუ არ გჭირდებათ, გამოვიღებ ამას. გამოვიღებ, ხო? თუ არ გჭირდებათ. დიახ. აბა, აბა რომელშია კახა? რომელ? უი, აქ ყოფილა კახა, გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ხარ? მე არაფერი იყო ბუფეტში, ერთი უნდა გავიგო ეს მსუქანი აიტიშნიკი როდის ჭირს რა. აუ. სათვალე რატო გიგეთია? სათვალე კახა. მინისტრს დარჩა, მინისტრს, კაიგე? ხო და მეც ავიღე და გავიკეთე. იცი რა მაგარი ყოფილა მინისტრის თვალით დანახული სამყარო. გიჟდი, მინისტრის სათვალე გიგეთია? ო, რა იყო? რომდა გინახოს? რანაირად უნდა დამინახოს იმის სათვალე მე მიგეთია. ესე იგი მინისტრის სათვალე გიგეთია? კი. მეც არ თუ რატო მომწავნა. აბა ხომ ანასულა. კატკეტი. კახა, რაღაცა დაბალი მეჩვენებ თუ სათვალე მართლობს. ხო, მართლა გუჩი რო გადამარჩინე, მადლობა მინდა გადაგიხადო და არ ვიცი როგორ. რას ქვია არის? მე ვიცი როგორ უნდა გადამიხადო. ესე,
მადლობა. აი ესე უნდა გადავიხადო, ხო? კარგი ბატონო. ხობა ხوار გამოსვლები. ორსავე. ორი გავთ, ხო? ბატონო, ბარში ხო ვერ წავიდეთ? ბარში. დავლიოთ, მე პატიშებ. ბარში. მაგარია, ძალიან მაგარია ბატონო, კახა წავიდეთ ბარში. მაგრამ თქვენ შემოგიშვებენ? კარგი ბატონო. მოკლედ ერთი ბარი ვიცი, გუშინ ვიყავი. ხო. ძალიან მაგარი გოგო მუშაობს და დამევასა. იქ წავიდეთ, დავლიოთ, გავერთოთ. ისა კობა აღარ გვაქვს. თქვენ საცხოვრებთ? საბურთალოზე, ხო. რამდენი ოთახიანი ბინა გაქვთ? რატომ მიკითხები? კარგი, რო დავლეთ მე გეტყვი. კარგი. მე გეტყვი, ახლა იყოს არ არის საჭირო. აბა, ბატონო გახ. თქვენ არ გინდათ კატლიტი? არა. რას ქვია? არ მინდა. რას ქვია? ეხლა აბა ეხლა. ბატონო გახ, ახლა ძალიან ხო უნდა აუცილებლად უნდა გამომართვა. ერთი ცალი, ჩვენი სამინისტროს ხათრით. ბატონო გახ, ერთი ცალი. მინისტრის მოადგილის ხათრით, ერთი ცალი. ერთი ცალი მინისტრის მოადგილის. აბა, გააღე დიდი პირი. მოვიდა, ჩუქუჩუქუ. აბა, ჩუქუჩუქუ. მიდი, კარგად აღეჭე და დიდი ბიჭი გაიზდები. აი, ამ ხელა დიდი ბიჭი გაიზდები. აი, როგორია? ხო, კარგი, ხო. ერთის მინისტრის ხათრით და ეგრე. მინისტრის ხათრით. კარგი, მე შევჭა მინისტრის ხათრით მე. ახლა გამაყუჩებელი უნდა გამიკეთოთ. დიახ. ნემსის ხوار გეშინიათ. არა. მეკი. ხო. გეტკინებათ. არა, არ მეტკინება. თუ გეშინია. ნუ მასწავლეთ, მე გიკეთებთ და ვიცი რომ გეტკინებათ. თქვენ სახელი? ლადო. მოდი დამშვიდით, დაწყნარდით. სხვა რამეზე მიფიქრეთ, კიდევ სხვა რამეზე ვილაპარაკოთ. ჯერ ესე გავიცნოთ კარგად ერთმანეთი. ეს მომეცით აქ, დავდოთ ხო. აბა, ვილაპარაკოთ სხვა რამეზე თუ გინდათ, ხო? კი ბატონო. უი, დღეს ზურაიკიმა მაგარი ამბავი მომიყვა. თურმე, ესე იგი მის ნაცნობს ოპერაცია გაუკეთეს და ჭიპი გაუქმეს. რას ლაპარაკობ? არ მჯერა. არ მჯერა და მაგრამ დაიფიცა. დედა. ქალბატონი ნაზი. ნაზი დეით, ხო? დიახ. მე მგონი გადავერთეთ უკვე, ხო? და ჯობია ვიმკურალოთ, იმიტომ რომ ისე მტკივა უკვე ამის ატანა აღარ შემიძლია და გამაყუჩებელი გამიკეთეთ, ხო? დიახ. თავარია ახლა, შენ არ ინერვიულო, ხო? ძალიან თავარია ეს რომ არ ინერვიულო. ყველა დამწყები ექიმი თავიდან ასეა, დამშვიდი, დაწყნარდი, თავარია შენი თავისი ერწმუნო, მე გენდობი, მიდი. ესეთი სიტყვები ჯერ ჩემთვის არასოდეს ვთქვათ. ხო, დავიწყოთ ოღონდ რაც თავარია ენაში. ენაში არ ხო. ენაში არა, ხო? ხო გიცხარი ენაში არ მიგავ. ლაგამიკეთე. მიდი გააკეთე აზიაღალაკ, მიდი. ეხლა უფრო გტკივათ ვიდრე მანამდე. აისა. ლადო. აქ ისე კარდიოლოგი ყავთ? აბა იმას ვერ ახსოვს, რა გული სამყილა ძალიან დიდი ბოდიში. აგაუხა. გავა, საიტარი კარდიოლოგი რო გავა? მაგალითად. დიახ. აგასლადო, კარგად. ნახავთ.
იუმორში გავარჯიშებდით თქვენ. იუმორში რო აი მაგვარჯიშა გამახსენდა იუმორში ხო გავარჯიშებდით. რა ქენით მე რამე დახვეწეთ რაღაცა გამოგდით რამე თუ როგორ არის? მიდი აბა გამეხუბრე. მე არ მწყეს ხო იცი მიდი გამეხუბრე. ადა შენ ისეთი სათოლე გიგეთია ჯობია საერთოდ ვერ ხედავდე. შევჭამ. წვალობ, ძალიან წვალობ, მაგრამ არა უშავს პატარა რაღაცა დროთა განმავლობაში აღოსაუხებ და მიხვდებით. მაგალითისთვის გინდა გაჩვენე როგორ უნდა იხუმრო? როგორ? უყურე ახლა. აი ეს ვარ მე. ეს ხარ შენ. არა, ეგრე არ გამოვა ბატონო კახა. გაუწე. აი ხარ შენ. არა, ეგ არ ხარ. ნო. აი ეს ვარ მე, ეს ხარ შენ. ეხლა იუმორი ბატონო კახა, როგორი? მესმის შენი ბატონო კახა, მესმის შენი. მოდი რა ვქნათ იცი, მაღალი რო გამოჩნდა ესეთი რაღაც მოვიფიქრე. თმები მოუშვი. თმები? ხო. მოუშვი. და მე აუშვი, ზევით. კარგი რა. როგორი? კარგი ბატონო კახა, რატო წეს? კარგი, ერთ მაგარ ისტორიას მოგიყვები ახლა. ძალიან მაგარ ისტორიას. შენ კი რა, ყველას უნდა მოუყვე. ჩემ ბუფეტს ერთი წუთი ხალხო. მაგარი ისტორია უნდა მოგიყვე, ძალიან თქო მომისმინეთ უყოლავ რა. რა მაგარია მომისმინეთ უყოლავ. ხოდა ესია ხალხო, აი ახლა ჭიპი არ აქვს. მაგარია. ჭიპი არ აქვს. ესე იგი, მოკლედ იქოი ჩემი მეზობელი ხო არის? იქ ამუჭიკოზე ვერთობი. სამსახურში კიდე არ ჩემუქოზე ვერთობი. ახალზე. ასე ავისხეს ხოვრება თქვენ როგორ ხართ? ხო კარგად არის თქვენი საქმეები. ხო, მოდი შენ კაპლეტი გინდოდა წერა. იგია სახში ხარ? დიახ. აი მეს რა? რატო მეკითხები? უი, ამ ულამაზეს და ძვირიან მაცივარზე? რა ლამაზია, იყიდე? დიახ. მე თუ მაცივარი. მაცივარი. სამაგერად მაცივარს ცისფერი თვალები არ აქვს. სად იყიდე? მეტრო მარტის გახსნაზე ვიყიდე. აიმე როდის მოასწარი? ვინა მოგატანინა? მოვიყიდე, ზოგზე ამოვიტანე. გაგიჟდი შენი ნეკნისთვის არ შეიძლება სიმძიმე. ხო, მაგრამ ნეკნე, საყურებლო ლიფტი არ მუშაობდა და. ია. ეხოვნები, გაეხო. მოგწონს ისე? ძალიან ლამაზია ყოჩა. ლამაზი იქნება, არა, ნუნუ მომარჩევინებ. ნუნუ ყავდა, სარჩევად წასაყვან. არა, რომ მივედი გახსნაზე იქ დამხვდა. ვიცი, მაცივრის ყიდვას აპირებ. ხო და ეს მაცივარი იყიდე, ამას ტოსტერი მოყვება საჩუქრადო. ტოსტერი აბა სად არის ტოსტერი? აბა გამოიცანე. ტოსტერი შეგორჩენდა. ხო, მართალი ხარ. აიმე გია, ისე ფული რო არ ქონდა, როგორ იყიდე? განვადებით გამოვიტანე. არ მინდოდა ლევანმას ფული რომ გამოეგზავნა. რუსული ფულით ნაყიდე მაცივარში. ქართველი ხბოს ხორცს მე არ შევინახო. გია, ისე რაღაც უნდა გითხრა. ამ დილით რო გითხარი, ლემას დაურეკავ და ფულს გამოვაგზავნინებ მეთქი, სინამდვილეში არც ვაპირებდი. უბრალოდ ძალიან მინდოდა მაცივარი გეყიდა და ლევანით შეგაშინე. არა ვიცი, ძალიან ცუდად მოვიქეცი, ცუდი ადამიანი ვარ, მატყუ არა, ჩუმჩუმელა. ხო, კარგი, გეყოფო. ეგრეს მოვილანძღები ახლა. მეც მოგატყუე. შენ რა მომატყუე? განვადებით არ გამოვიტანია ეს მაცივარი. აბა შენი ბეჭედი დავალომბარდე და იმ ფულით ვიყიდე. აი, ვინ არის სინამდვილეში ჩუმჩუელა და მატყუ არა? გია, რომელი ბეჭედი? არ გცხვენია. შენ არ გცხვენია ლევონათი რომ აშანტაჟებდი? კაი, დაწყმარდი, დავშვიდეთ ახლა ორივე. აღღელდით და განტვირთო გჭირდება. კარგი, განტვირთო გჭირდება. ლაშას რო ჭიპი მოაჭრას გახსოვს. რა მაგარია, უჭიბო კაცია. ვეყოფა განტვირთვა? ესე იგი, ლევანმაზე მომატყუე, არა? ხო და არ წავალთ სარფში. სარფში წასვლა როდის გთხოვ? ჯერ არ გითხოვია, მაგრამ აგვისტოში ხომ გთხოვ? ხო და უარი მეთქება წინასწარ ნახო. ია,
კიდე გაგახარო? კი, აბარა. ეხლა ლევანმა დამირეკა და შენ რომ ბეჭედი დაალომბარდე, იმის ფული გამომიგზავნა. ეს ეხლა რა გამოდის, მაინც ლევანმა გვიყიდეს მაცივარი? რა ძმა მყავს, ვენაცვალ ეგრო არ მყავდეს რა მეშველებოდა. რა ქართული ვარ ახლა მე რა. რაღაცნაირი ქართული ვარ. სად მომიყვანე, რანაირი ბარია რა არის? რატომ ძალიან ცუდი არ არის? ნახო გითხარი აქ ერთი გოგო მუშაობს და პატარაბის დიდი გზნობები გაუჩნდა, ჰა? მარტო ჩვენ ვიქნებით, ხო? კი, რა იყო? არაფერი, მივალით ფანჯარას კამს ავაფარებ, თორე გამეყიდა ბეჭები მიბერა. რასინებებთ? მოვა მეგობარი შევუკეთოთ. გელოდოთ? გამარჯობა. კარგი, პატარა შევუკეთოთ. მოკლედ, კახა, საჭმელი არ მინდა. აი, კანდიდატები წამოვიღე, დამრჩა და ანუ დავლიოთ. საჭმელი არ მინდა კანდიდატებმა. ხო. უკაცრავად, კატლეტების შემოტანა არ შეიძლება. წარწერას ვერ ხედავთ? ბარში კატლეტების გარედან შემოტანა აკრძალულია. უკაცრავად. ბოდიში, თქვენ საიდანაც მეცნო, ადრე თქვენ სხვა ბარში მუშაობდით, ხო? კი, იქიდან გამომაგდეს. ხო, არ მიგვის რატომღაც. რას მიირთმევთ? კარგით, საჭმელი არ გვინდა, მე მგონი დავლოთ, ხო? დავლოთ. არხუნის თუ მსხლის? ორი ზოდი, ჯერ. კარგით, მაგრამ იცოდეთ, რომ აქ სასმელი ძალიან ძვირია. რატომ? იცით, კლიენტები ძალიან ცოტა შემოდის და რა ვქნათ, ქირის და კომუნალურის გადასახადი ხო უნდა გადავიხადოთ. ხო, მაშინ იცი რა, ერთი არაყის წამოიღეთ და ორი თვის გექნება გადახდებით. აი, ერთი არაყის დაფემატე მაშინ. ხო. კახა ის არაყი, შენთვის ალკოჰოლი არ შეიძლება, ხო? ბაცა, ხომ მითხარი, მე სრულწლოვანი ვარ. არა, სრულწლოვანი ხარ, მაგრამ არასულტანოვანი ხარ უბრალოდ. ის მალი ჩამოასხით? დილით ჩამოსხმული იყო და გამზადებული გქონდა. კახა, შეხა არ მითხრა რომ ეს მომწონსო. არა, ეს გოგო არა, სხვა. კარგი, მაშინ უნდა დავლიოთ, მოდი დავლიოთ. არა, მე არ ახსოვსო. რას ქვია, კახა, რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხათრით, ერთი ჭიქა. მაგის ხათრით. ხო. წავიდა. აბა, გაუმარჯოს, ჩვენ სამინისტროს გაუმარჯოს. გაუმარჯოს. აბა, წავიდა. არა, ბეტი აღარ ვიდა რა. არც მინისტრის ადრესეროს არ დალევ, კახა? უი, მაგისას კი როგორ. იდი. წავიდა. ოუ. აი მე კახა, მე მგონი ძალიან მთვრალი ხარ და მოდი სახში წაგიყვან და დავრჩები შენთან, რომ მოგიარო რა, ხო? არა, ახლა მთვრალი. არა, კახა, გეუნები, მთვრალი ხარ მეთქი ხა, შეხედე როგორ არა ხა, აბა, შეხედე რა დაბალი ხარ. მთვრალი თუ არ ხარ, მაშინ მოდი ეხა მეგობრობას გაუმარჯოს. მოდი ამჭიქით, ბატონო კახა, ყველა იმ მეგობარს გაუმარჯოს, რომელიც თავის უსახკარო მეგობარს ქუჩაში არ დატოვებს, სახში წაიყვანს, მოუვლის, დილით ადრე ადგება და ყიყლიყოებს შეუწავს. გაუმარჯოს? სახში ვეძახი. აგიწყმის, მარტო ხორო, თან ადგილიც არ მაქვს. აი მეგობრობას კი? გაუმარჯოს. კი, კახა. მოიცადე. თეკლა მოგწონს? შენ რა იცნო? ნე, რას ქვია ვიცნო კი არა, შეყვარებულები ვიყავით. მელე დავშორდით. რატომ? რატო დავშორდით და ესე მითხრა მაღალი ბიჭები არ მომწონსო. კარგია. კარგია? კარგი. რა არის კახა კარგი? შეხედე, შენ სიგრძე თმა აქვს, რა არის რა? ადამი ბიჭი ვარ და პატარა თმა უნდა მქონდეს. კაცო, თმა რა შუაშია, კახა, თვითონ შენ სიგრძელი თმა აქვს მეთქი. არ ვშევს მე მაღალი გოგოები მომწონს. მაღალი კი არა, ზოგადად გოგოები მომწონს, უნდა თქვა, მაღალი რა შუაშია. ახლა შემოგთავაზებთ ჩემს ახალ სიმღერას რატომ? ორმაგი მოტეხილობა
კახა, ტაში. გააჩერე მეთქი ტაში. ხო. რა არის კახა მოგწონს? აღფრთოვანებული ვარ. მაგრამ ხო არ გავიქცე და თაიგული მოვდანო? არა, შენ არა, კახა, თაიგულს მე მივართმევ თეკლას. შენ რატო? იმიტომ რომ შენ შიგნით ჩაიმალე და რომ მიუტა მოხტი და უფრო ეფექტური. მეგონა დამეხმარებული. კარგი რა, გინდა დაველაპარაკო შენზე მართლა? ოკი. კარგი, ერთი წუთი ხო დამელაპარაკო. როგორ ხარ? კარგად, პატა, აქ საიდან გაჩნდი? ეს ბავშვი ვინ არის? ეს ბავშვი ჩემი უფროსია და ამას წამოყევი და შენ მოწონხარ რომ იცოდე თეკლა, ჰა? რა? აბა? თეკლა, ჰა? რა გინდა თეკლა? რა სერჩი ვერ გავიგე? ბედი გაგიხსნა თეკლა. ბედი გაგიხსნა, უყოთ პატარაზე გაიხსნა და მარტო კახა გამიგე. სისულელებს ლაპარაკობ. რატო თეკლა სისულელებს? ჩვენიერი ბიჭია, თან ეხა სახში რომ მიიყვან, ხო წარმოიდგინე, მამა შენთან პრობლემა კი არ შეგექმნება. ნერსი ამას საერთოდ ვერ დაინახავს. ხო და ესე გადარჩები, თან რა გინდა? ფაქტურად ჯიბი შეყვარებული გეყოლება, რა გინდა? კარგი, რა გინდა პატა მითხარი? ხო, კარგი, ერთი სათხოვარი მაქვს რაღაცა. ხო, გისმენ. კარგი? მოდი თეკლა, კახა. გაიცანი ეს თეკლა არის, თეკლა გაიცანი ეს კახა. ადექი კახა რა. ადექი. ჩემს ხომე. კახა. დიახ. დღეს გცადია? კი. და სახლში მარტო ხარ? მარტო ვარ. ძალიან კარგი, ესე იგი პატას დაიტოვე ბაბა დროებით. რას ნიშნავს პაატას დაიტოვებო? საიდან ვინ ჩააწვეთა ეხა ეგაზე რომ პაატა დაიტოვე შენთან? არა იმედი გოგოს არ აწყენებ, ხო? ხო არ აწყენებ გოგოს? არა, ხო, მაშინ დავიდოთ ბატონო კახა. ხო ზურა, კი. არა მესმის, არა, კარგი ბიჭი იყო ეს ლადო, უბრალოდ ეხლა პრაქტიკა აკლდა და გამოუცდელი ნერვიულობდა თან, არ ღირდა მაგის გამო სამსახურიდან გათავისუფლება. ხო, კარგი ზურა, კარგად. დაუღუპე კაცი რა. კარიესის გამო კარიერა დაუნგრი. ლაშა, შენთან საქმე მაქვს. იანა მაგ საქმეს ახლა აქ ვერ მოვაგვარებთ? ყველანი სახლში არიან. და თუჩა, მე აფთიაქის საქმეზე გელაპარაკები. ხო, მე ვიფიქრე. ხო, გისმენდი იანა. არა ლაშა, ასე არ დამიძახო. ისე დამიძახე, როგორც მეძახთი ხოლმე. კარგი, გისმენ ძიანა. აფთიაქში. გადასარევი ბიჭია, ჩემი ნათესავია, ძალიან მოგეწონება, ეხლავე გაგაცნობ. მოდი. გაიცადე. გაიცადე, ეს ლადოა. ეს კიდევ ლაშა. ჭიპი რო ამოაჭრეს ის. ლაშა. ლადო. რასინებებთ? არაფერს მადლობა. ძალიან კარგი არც არაფერი გქონდა. დღეს აქ თეკლას უნდა ემღერა. იმღერა. ხალხი არ იყო, ისი ანტკივდა თავის სახში გაუშვი. როგორც ყოველთვის, ვისკი მომიდანე. ეს კიდე მოვიდა. ილია, მოიცა თქვენც ვიცნობთ? მეგონა ვიცნობდი, თურმე არა. მეცოდება საწყალი. რამდენი ხანი აქ დადის და სვამს. თუმცა ცოლი უნდა მოიყვანა, მაგრამ რაღაც გაუგებრობის გამო ის გოგო დაშორდა და იმის მერე სულ აი აქ გდია. რა გაუგებრობის გამო? ცით ზუსტად არ ვიცი, მაგრამ როგორც ამბობენ, ეს არაფერ შუაში ყოფილა. გამარჯობა ილია. ელენე